გადაცემა ერთი დღე სოფელში საქართველოს თურქეთის საზღვართან სულ რაღაც 36 კილომეტრში მდებარე ზედა მაჭახელას სტუმრობს. ეს არის ხეობა, რომლის ერთი ნაწილი 1921 წელს რუსეთ-თურქეთს შორის დადებული ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე საზღვარს მიღმა დარჩა. მას შემდეგ ზედა და ქვედა მაჭახლელები ერთმანეთს მხოლოდ სარფის საბაჟო პუნქტის გავლით სტუმრობენ და ცდილობენ ერთმანეთთან ნათესაობა და ურთიერთობა დღემდე არ დაკარგონ. ასე რომ, ერთად გავატაროთ ერთი დღე ამ ისტორიულ ხეობაში, სადაც მე მჯერა ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველოდება. ზედა მაჭახელის ზღვის დონიდან 400 მეტრიდან 1200 მეტრამდე მდებარეობს და ბორჩხის რაიონში, ართვინის ვილაიეთს მიეკუთვნება. ხეობა სულ 6 სოფელი: ხერთვისი, აკრია, მინდიეთი, ეფრატი, ზედვაკე და ქვაბის თავი აერთიანებს, სადაც თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში გაბნეული ჩვენებურები წინაპრების მიწა-წყალს არ კარგავენ და ზაფხულობით იკრიბებიან. მაჭახლის ხეობა გამოირჩევა ისტორიული თაღოვანი ხიდების სიმრავლით. ხეობაში სულ 10-მდე თაღოვანი ხიდი აღირიცხება, რომელთაგან 5 ქვედა მაჭახელში და ამდენივე ზედა მაჭახელშია. ერთ-ერთი ცნობილი ხიდია ეფრატის ქვის თაღოვანი ხიდი, რომელიც ეფრატის წყალზე აუშენებიათ. თუმცა მოგვიანებით წყალს კალაპოტი შეუცვლია და ხიდსაც მნიშვნელობა დაუკარგავს. მას შემდეგ აქაურები აი ამ ხიდს რუხით ეძახიან. ზედა მაჭახელი გამოირჩევა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და სწორედაც აი ამ გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ამ ზემო მაჭახლის სოფლების მნიშვნელობა და მისი სტრატეგიული დანიშნულება. და სწორედაც აი ეს თამარ მეფის სახელობის ქვისთაღიანი ხიდები განაპირობებდა ხეობის სავაჭრო სამიმოსვლო გზის მნიშვნელობას. ისათვის ზემო მაჭახელში შემორჩენილია ეფრატის, მდინარე ეფრატზე მდებარე თაღოვანი ხიდი, რომელიც შედარებით უფრო უკეთესადაა შემონახული, მინდიეთის ქვისთაღოვანი ხიდი, რომელიც ძირითადად შემონახულია აი ამ ზემო მაჭახელში. გადმოცემის თანახმად ოსმალთა შემოსევამდე ზედა მაჭახლის ყველა სოფელში ქრისტიანული ეკლესიები არსებობდა. ისტორიკოსების ვარაუდით პირველი ტაძარი სოფელ ხერთვისში, მეორე კი ეფრატში არსებობდა. სწორედ აქ მდგარა ტაძარი, რომელსაც მაჭახლელები დედა ეკლესიას ეძახდნენ. ოსმალთა შემოსევის შემდეგ მართალია ტაძარი მეჩეთმა ჩაანაცვლა, თუმცა აქ მცხოვრები მრევლი მე-19 საუკუნის ბოლომდე ფარულ ქრისტიანობას მაინც მისდევდა. აქაურობა არის მაჭახლის ეფრატის სოფელი. ამ ადგილზე ყოფილა ენწინ გაკეთებული ენძველი ეკლესია. სკოლაში რომ დეუწყე აგზე იმ დროიდან დანარჩენი ლამაზი დაყურებული იყო. მერდევანები ჰქონდა, ასავალი, ჩასავალი. მე იმდენი მოეწარა ჩემ ბაბამ იმ ეკლესიას მოეწრა. დაანგრევა ახსოვს მამაჩემ ვერ მოეწრა. მამაშენს ახსოვს ეკლესია რომ დაინგრა. დაინგრა ის ახსოვს. მე მარტო ყორიები მახსოვს.
სკოლაში სეულში ვიდელებდით, ვითამაშებდით ბავნობაში. და ამბობდნენ რომ აქ დიდი ტაძარი იყო და დედა ეკლესიას ეძახდნენ, ხო? სწორია, დედა ეკლესიას ეძახდნენ, დიდი ყოფილა. ბევრ რას იძახდნენ, რომ ის გითხრა, რამ დაგვაგრენგე და რემ ერხელებმა დაანგრიეს. დაანგრეული იყო და ყოფილიყო და იმნარი მაგარი და ლამაზი ჯამე ქონებიან, ფიცრისა. ძალიან ლამაზი ნაღეშები ქონები, დუუნგრევიან. მიმოუკაკიან, ჩამოსულან და ეს ეკლესია დუუნგრევიან იმის ქვით ჯამე გუკეთებიან. ამა მემრე რამ გვაქნებია ეს საქმე, არ გვექნება. ინანეს. ამა გათავდა. ესე იგი ძალიან ლამაზი ტაძარი იყო. კი. თქვენი გვარი საიდან მოდის? ჩვენ გვარ ვათაძისებნებიან. ქვედან მოდის. ქვედან, yani ბათუმებნებიან. მაჭახლიდან. მაჭახლიდან, ზედა მაჭახლიდან. და თუ დადიხართ მაჭახლის ხეობაში, თუ ჩამოხვედით, ნათესავები თუ ნახეთ? შენ ახლები იმა ვერ ვიჯებს და მათ დიდვანები ძალიან მაგრა იჯებოდნენ იმ საქმეს ასწავლ მოსწაზე, ძალიან ის კონდნენ, მაგრამ ჩვენ ახლებმა ეს საქმე წავახდინეთ. ჩვენი სოფელი ზედვაკეა, აქ დეუბადე, აქ გევზარდე. ჩვენაცე ჩემი დედეიც აქ დაიბადა, ბაბოიაც აქ დაიბადა, მეც აქ დეუბადე. მეზობლებიც ასე კარგად ვართ და ასე ერთმანეთში იმაზე მოვალთ აქ და ძალიან გვიყვარს ჩვენ ეს სოფელი ზედვაკე. ჩემი დედე ილაპაიკებდა ზედამაჭახელი, ეს წინ გაისქნილა, ზოგი სოფელი დააჩენილა ქვედამაჭახელში. ზოგი სოფელი დააჩენილა ზედამაჭახელში. ესა 18 სოფელი, თელი მაჭახელის, ისე 18 სოფელია. 12 სოფელი ბათუმში დააჩენილა, 6 სოფელიც მაჭახელში დააჩენილა. თურქეთში დააჩენილა. პირველად ჩეველი მე 25 წლის წინ ჩეველი ბათუმში, პირველად რომენე ხოფისის რომენე გეისხნა საზღვარი, პირველად ჩეველი მაშინ. ჩემი დედეს დაციკ მცხოვრობდა კვარიატში. იქ არიან ახლა ნათესავები ქოქოლაძეები რაც. იქ არიანე იმათანაც მალმალე დავდივათ, ჩევალთ ჩამოვალთე ერთმანებში, მალე წამოვიდეთ, არ გვიშვებდნენ იქიდან დანატრებული იმდენი ის რომენე თელი თული კაიყო მაშინ და ახლა იმფოკაი. ორი შვილი მყავს, ერთი გოგო, ერთი ბიჭი. სახში რომენე ვლაპაიკობდით, იმათაც დაისწავლენ ქართული. ახლა მაჭახელში 6 სოფელი არის აქე. მე ვარ ზედვაკის სოფლიდან. ჩემი ნენეი ძინჭარაძია, აქ თურქეთის ჩვენ მაჭახელში დოლოგანვეთყვით, დოლოგლენია. ჩემი ბაბაი აქაურია, მაჭახლის აქ დააჩენიდან არის ჰაჯიოღლია. ზედვაკის სოფელი, გამასხედავთ იქავის სოფელია. ახლა ხერთვისში ვარ. დამოჟნავენ წინ გეისხნა 15 წლის წინ, 18 წელი იქნა. მაშინ ჩვენი ნათესავები აქიდან ჩასვლა, ჩამოსვლა ჩვენ დიდვანებმა გედევდნენ, გადმოვდნენ. ჩემ შვილებს ზათე ორი ბავშვი მყავსე, იმათ ახლა ვაწავლიზავ. يعني ჩვენ სახში რომ დავიძებითე თურქულად არ ვილაპარაკავთ. ქართულად ვილაპარაკავთ, რომ ბაღნებმას, შვილებმას არ დაივიწყონ, იმათაც იცოდნენ, იმათაც დაიწავლონ. ამ ახლანდელი ბაღნები გნობილობენ, ნალაპარაკნებმა, მათ ვეღარ ლაპარაკობენ. يعني ენას ვერ ტრიალობენ მას. Bye. Babai ik ariqven, dedamtili ikavria. იტირებდა რომ ის აქ დავჩიო და ეგ ნათესავებიდან შო დავჩიო, ტიროდა ბოინე. იქავრებზე ენატრებოდა რა ეთქვა სხვა, უყვა და ენატრებოდა აქიდან ტიროდა და იყო. იერიც მომწონდა, თელი მომწონდნენ. მენატრებიან ახლა ამა ვემივალ დავბედი და ქართულია ქართულა პაიკობს ბოინეზა.
ზედა მაჭახელში წამოსვლა გადავწყვიტეთ, ბუნებრივია ვიცოდით, რომ აქ არაერთ საინტერესო და გულის ამაჩუყებელ ისტორიას მოვისმენდით. მევლութ თევთიძე სწორედ ის ერთ-ერთი ზედამაჭახლელია, რომლის ოჯახისთვის წლების წინ საზღვრის ჩაკეტვა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. გამარჯობათ, მევლութ ბაბუ. გამარჯობა, როგორ ჯანდებით? კაი ვარ, ბედნიერად. ბაბუ, როგორ ხართ? რა შრებით? რა ვქნათ? ისვენებთ სოფელში. სოფელში შვილები წასული საქმობენ ისტანბულში. ჩვენ აქ ვართ ხალი და ერთი გოგო მყავს. სახში ვართ იშტე, ბედებით დღეს ვთვლით, რომ ისწავლეთ ნენეი, ბაბაი, დედეი, დიდნენეი, თლათ, ბიბიები, ემიები. ჩემ დედეს ნათესავებიდან მე დავჩიმათ ვარ. ეს რომ ომი დამთავრდა ოსმალეთის ბირინჯი ჯიანაბი 1914. ნენეი ნიშანლი ყოფილა, ემი ამუთხრა მეგეამ დედეს, ჩვენი ახი მოგვე ახლა მეულდეფენდიო, დედეს მეულდა ეკო, მეც მეულდა ემხი. არა, ახლა გზაში არ მომაჩეჩოთო და შინედან მოგცემ სოფლიდან ჩავალო. იქ ჩევდა და ვერამე არა, იეწელდა ეს შეიკლიდა აგზე ფასოვანი ადგა. და ისკნა იქ რომ დააჩანენე ნიშანლი, ჩევდენ რამეში მეგერ და ემია ამ ბაბამ აქიდან 5 კაცი. ახლა მეიტაცონა და დამეიყვანონდა 7 წლის ნიშანლი. და მივდნენ კალოძემ აჯაბა დედე 2000 სახლი ქონდა პირპილეთაც ხვეით ცხემლალე ასაც დედე ესენი ზეით ყიშლაში იყვნენ პირპილეთ ნენეი და დიდნენეი მისი გოგუები დები ძმები წვიტი მივდნენ კალოძემ აჯაბა მეულუ დედე აქაც ხვეითა ლეკუ ფეხი და არის ლეკუმა დეწყო ყვილი და ამ გამოჩმა ვინ ხართ კაცო ჩვენ თურქეთელი ვართ ჩამველით და ჩვენი ახინა წეუყვანოთ. არ შეიძლება ჩედით ბაბაია მეიყვა ითო და კაცონდა ისხნას. დედია ებნევა მენე გუშვი ბიჭო გიტუნგუნუნდუ. ჯო 5 კაცი ვიყავით ბაბა მიმევთვალყურია მათვაი მეო მიები ადმიარა. ახლა ლივერი მაგვესროლო ინფო საქმე წახდებაო. ham ნაიერი ყოფილა ასენა მოხვიდოდი ეგეულონა და გამოგეულონა ცოტა გამოგაგული მიმსლელმა იგზე გადავადა გამეში მიმსლელმა გადავა ბაბამაც გუშვანენას ხელი მანაც გადავადა ჩევდამ 5 ნივე იქ დიარალი ფარალი ახლა რაკნა ედედეს ხებერი მითენ თურქეთიდან ჩამოვდნენ დემეცენ სახში და დანატეყვანა ცოტა ამ ჩევდა მე გაჯერაო იქიდან დედემ თურქი დაფენერი და წამოუდა აქ ხომო ისა სამზვარი ყარაყოლი სამხვედლო იქ ახლა ხებეინა მიწესრომ თურქეთიდან ჩამოუდნენ და ასე სახლი გიმიხურდეს სიკალე ცონ მაალეში გამოუდა მეგე იფიქრა დედე უნაზი კაცი ყოფილა ახლა მე ის 5 კაცი აქ და ვაკავებიო მე უკანა ეხრის წყალ არ იმიდენენ დიდნენეი ნენესნენეი დააჯერეს და დედე შინარი იყო და დამეიყვანეს ჩევდა ემიაღამ ერთ მეზობელმა დამოუდა და ნენე იშტე ერთი ჩასლა ჩევდა 4 წელსაც უკან და 36-დან 87-მდე ცოცხლა 87-ზე მოგდა ვინმე ვეჩევდა ვეამო ძალიან დიდი მადლობა ბაბუ რომ გიყვართ საქართველო ნახეთ ნათესავები ანა მიყვარდა ჩემი ჯიგერი იქიდან ამოსულია ნენე იქავრი იყო იმდენი ნათესავი მყავს რომ ჩემდენი ნათესავი ამ საათზე მაჭახეში მიმესა $1921 წელს ყარსის ხელშეკრულების თანახმად სამწუხაროდ ისტორიულად ერთიანი მაჭახელი ორ ნაწილად გაიყო და ზემო მაჭახელი 6 სოფელით
ეს არის ხერთვისი, აკრია, მინდიეთი, ქვაბითავი, ზედვაკე, ეფრატი, 6 სოფელით დარჩა თურქეთის შემადგენლობაში. დღეს ეს 6 სოფელი არჩვინის ვილაიეთის ბორჩხის მუნიციპალიტეტში, ბორჩხის რაიონში ერთიანდება და ქმნის ხერთვისის სასოფლო თემს, სასოფლო საზოგადოებას. მათი დამოკიდებულება ქართველობასთან არის მნიშვნელოვანი. მათი მენტალობა, მათი ცნობიერება სწორედაც ქართულია. აი აქ თურქეთის საქართველოში შესაძლოა დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქ შემორჩენილია ყველაზე კარგად სამეთყოლო ქართული ენა. მე ახლა ზედა მაჭახელში ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ხერთვისში ვიმყოფები, სადაც სხვა ისტორიულ ადგილებთან ერთად ჩემი ყურადღება მიიპყრო აი ამ უძველესმა მეჩეთმა, რომელიც დაახლოებით საუკუნეზე მეტი ხნისაა. როგორც ვხედავ, აქვეა გაკეთებული წარწერა, სადაც თურქულ, ინგლისურ ენოვან წარწერებთან ერთად ქართულადაც არის მოთხრობილი აი ამ მეჩეთის ისტორია. მე როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, მეჩეთი ლაზი ოსტატების მიერ არის აგებული და ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრი ქართული ორნამენტი დაგხვდება. ასე რომ წავედით. როგორც ქვედა მაჭახელში, ასევე ზედა მაჭახელშიც საცეხველების სიმრავლე შეინიშნება, რომელსაც აქ საძიკველს ეძახიან. გადმოცემის თანახმად ქალს არ მიათხოვებდნენ ოჯახს, რომელსაც საცეხველი არ ჰქონდა. ის ოჯახის გარკვეულწილად კარგ მატერიალურ მდგომარეობას მიუთითებდა. ჩვენ აქამდე არაერთი საცეხველი გადაგვიღია, მაგრამ მსგავსი არც ერთ სოფელში არ შეგხვედრია. აქ, როგორც ვხედავთ, საცეხველი ფეხით იმართებოდა. ზედა მაჭახელში სოფელ ხერთვისში მეფუტკრე ერდელ მალაყმაძეს ყველა კარგად იცნობს. ის არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხეობაში დედო ფუტკრების გამოყვანა და რეალიზაცია დაიწყო. მაჭახლის თაფლისა და ფუტკრის პოპულარიზაციის მიზნით 1998 წლიდან ყოველ აგვისტოს ზედა მაჭახლელები თაფლის ფესტივალს მართავენ. ბატონ ერდელთან ერთად ფესტივალში სხვა მეფუტკრეებიც მონაწილეობენ. გამარჯობათ, ბატონ ერდელ. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? კაი ბრძანდებით, თქვენ როგორ ბრძანდებით? კაი ხართ? კაი ვარ, კაი, თქვენ როგორ ხართ? ჩვენც კაი ვართ. კარგი.
შრომობთ, მუშაობთ. მუშაობთ, ფუტკრებში, სოფელში, ფუტკრების საქმეს დედოს ვაშენებთ ჩვენ. ხო, ეს დედო ფუტკრების გამოყვანა არის ერთ-ერთი მთავარი საქმე და პოპულარული ძალიან. მოგვიყევით, როდის დაიწყეთ? მე 15 წლით წინ დავიწყე. 15 წელიწადია დედოს ვაშენებ მე. მე ბაშვებ, ბანებ, თლათ ფული აქიდან მომიდისე. სოფელში ცოცხლობს, რა გითხრა სხვა. კარგი შემოსავალია. კარგია. და თაფლის ფესტივალი იმართება ყოველ ზაფხულს, აგვისტოში. და როდის აი თქვენც მონაწილეობთ, როგორც ვიცით და სხვა მეფუტკრეები? კი, ისია 15 წელიწადის არ არის კი, ამა მე 15 წელიწადია დედოს ვაშენებ, ამა 10 წელია, 10, 12, 13 წელია უმენე ფესტივალ ვიჯებით. ფესტივალ აქ ზედვაკის თავზე ვიჯებით ფესტივალე. იქ თელი მოვლენე, თელ ველაპარაკებით, თაფლი რასოია, დედო რასოი აშენებთო, ლაპარაკობთ, 2 დღეში ილევა. 2 დღე გრძელდება ფესტივალი. 2 დღე გრძელდება, ხო. გასაყიდად გაგაქვთ თაფლი იქ? კი, იქაც თაფლი გასაყიდი გვაქვს. ამა ჩვენ დედომ შენებელი ძალვან თაფლი არ გვაქვს. ჩვენ დედოს ვაშენებთ. ამა მეზობლები თაფლა აშენებენ, თაფლ ყიდვენ, ჩვენაც დედოს ვაშენებთ, დედოს ყიდავთ. გასაგებია. და აქაური თაფლი, როგორც ვიცი, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. აი, რით არის გამორჩეული და რისი თაფლი გაქვთ უფრო? ეს წაბლის თაფლი ძალვან კარგია, ხველაზე ძალვან მიიგებულია, ბრონშიტზე ძალვან მიიგებულია. ძალიან კარგი, მე თქვენ წარმატებას გისურვებთ, კარგ შემოსავალს გისურვებთ, დაგემშვიდობებით და გავაგრძელებთ თქვენი სოფლის დათვალიერებას. ნახვამდის. კარგი, ეივალა. ვიმყოფებით ზედა მაჭახლის ხეობაში, ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, ზედვაკეში, სადაც უნდა მოვამზადოთ ერთ-ერთი ტრადიციული უგემრიელესი კერძი მუხლამა, რომლის მომზადებაშიც დღეს ჩვენ ქალბატონი ნურთენი დაგვეხმარება. ქალბატონო ნურთენი, გითხარით, რა ჭირდება ამ ტრადიციული კერძის მომზადებას? იაღი, თერეიაღი, ძროხის თერეიაღი, ერბო, დიახ, ფქვილი, ჭადის ფქვილი, ყველი, მაილი და მარჯვეხელი. მაშინ მოდით შევუდგეთ მომზადებას და ვაჩვენოთ მაყურებელს როგორ მზადდება ეს უგემრიელესი კერძი. პირველად საჭიროა რა თქმა უნდა და გავახუროთ ხუმელი. დავდგათ ეს ტაფა და იაღი. ქალბატონო ნურთენ, როცა დაიწვება იაღი, რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ? რა არის საჭირო? იაღი დაიწვება, ფქვლინა ჩავაყაროთ, პატარინა ვხრაკოთ, მენდა წყალინა დავასხათ, მენდა ყველინა ჩავაყაროთ. ძალიან კარგი, მე მგონი ჩვენი კარაქი უკვე
გაგებთან. ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ გამოიყურება უგემრიელესი ტრადიციული კერძი მუხლამა, ასე რომ აუცილებლად უნდა გადმოხვიდეთ ზედამაჭახელში და დააგემოვნოთ ეს უგემრიელესი კერძი. ზედამაჭახელში კარგადაა შემონახული ძირძველი ქართული ხალხური მუსიკა. აქ დიდი პოპულარობით სარგებლობს მოხუც და ხალხური სიმღერების ანსამბლი მაჭახელა. მოხუცებს იმდენად სათუთად გადაუნახავთ ქართული მუსიკა, რომ მას როგორც საგანძურს, ისე უფრთხილდებიან. შეუძლებელია ამ ხეობაში მოხვდე და მოხუცებთან შეხვედრისას თავი ამაყად არ იგრძნო, შენი ქართული გენით და ფესვებით. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? კარგად გეახლები. ბრძანდებით. მეც არა მიშავს, დიდი მადლობა. როისა მობრძანდი? სულ ეხლა ხანს მოვედით, გესტუმრეთ, ვათვალიერებთ თქვენს ხეობას, ძალიან ლამაზი ხეობაა და გვინდა რომ რა თქმა უნდა მაყურებელს თქვენნაირი და თქვენისთანა კარგი ადამიანებიც გავაცნოთ. პირველი ამოითუ პირველად ვართ სხვათა შორის ამ ხეობაში. შემოხედნაში არაჩვეულებრივია, ძალიან ლამაზია და მიამაყება რომ საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო ეს კუთხე. ადგილით საქართველო. რა საკვირველია? პირველი გარიგებულა თქვენი და ჩვენს ქართველი ვართ, თქვენაც ქართველი. ახლა ჩვენთან რაც შეგვეძლება ის ხელიდან გამოგვივა ის ყველა ქართველები ვართ და შესაბამისად იმიტომ დავდივართ ერთმანეთთან და ვუყვებით ერთმანეთს ჩვენს ისტორიებს რომ არ მიეცეს მივიწყებას. 60 წელიწადია ამ ქართული სიმღერები ვუმბობთ. თქმულობა ქორწილში ყანის საფაჭლაი დოდოფალის მოსაყვანლაი დასაძინლაი და ახლა თქვენზე საჩუქვერი გვაქვს ბახმაროსთა სიმღერა. ბახმაროსთა უნდა გვიმღეროთ. სად გიმღერიათ? ჩვენ პირველი ხო? პირველი ჩვენ ბავშვობაში ფესტივალზე სად გიმღერიათ? საქართველოში ვიმღერეთ. პირველი და სასწავლები ბავშვობაში დროში ვეუწავლეთ. ბაბუაებიდან, დიდვანებიდან ნადზე ქორწილზე სათხრელაი თელის დროზე ბავშვობის დროზე დევწავლეთ. გონია რომ შემოგვინახეს ჩვენი სიმღერები საქართველოში ეს სიმღერები. შემოანახოთ. თელი თუ ვეაფერებთ ქართული ლაპაიკ ბოდიშია. როგორ გეკადრებათ? პირიქით, ყველაფერი გავიგეთ და ძალიან დიდი მადლობა რომ ასე კარგად შემოგვინახეთ ქართული ენაც და დარწმუნებული ვარ ამას გააკეთებთ და გააგრძელებთ და თაობებსაც ასწავლეთ. ახლა მინდა რომ მოვისმინო ბახმაროს მთაზე, თუ შეიძლება რომ გვიმღეროთ. რაც გამოგვივა. რა თქმა უნდა, რაც გამოგვივა, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც ელოდება თქვენს სიმღერას. ბახმაროს მთაზე გავუთონია და შეყვარებული სადე და სხვას უთხოვნია ლალევ აბარერორერია ვორერა შენგენაცვალე ლალევ აბარერორერია შენგენაცვალე გაღმაში თეთრი ვარიაი გამოღმით მოკაკანებს მე რომ შენას დეგინახავ გულში გამაკანკალებს ჰალალე
ძალიან დიდი მადლობა, მეგრძელობას გისურვებთ და გავაგრძელებ თქვენი ხეობის დათვალიერებას. დაგემშვიდობებით. განმავლობაში ბევრი სოფელი გადაგვიყია. ვიყავით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მდებარე ბევრ ქართულ სოფელში. მაგრამ დღემდე არასდროს შეგხვედრია ქორწილი. და სწორედ დღეს ზედა მაჭახელში მოგვეცა საშუალება საკუთარი თვალით ვნახოთ თუ როგორია აქ გამართული ჩვენებურების ქორწილი, ასე რომ რა თქმა უნდა ჩვენი გადამღების ჯგუფი ამ საშუალებას ნამდვილად არ გაუშვებს ხელიდან. ქორწილში მოსული სტუმრები მაყურებლებით სხედან და ალბათ ელოდებიან მუსიკას. შესაბამისად, მხიარულება ალბათ მალე დაიწყება. წავედით აბა ვნახოთ. ყველაზე მეტად მომეწონა არის ეს მანქანა, რომელსაც სავარაუდოდ მეფე პატარძლის მშობლები ჩუქნიან ახალ დაქორწინებულებს. მოკლედ, ასეთი იყო ერთი დღე ზედა მაჭახელში, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ. ქორწილი თანდათან შედის თავის ეშხში, მე გემშვიდობებით და გავაგრძელებ ჩვენებურებთან ერთად მხიარულებას. ნახვამდის. Savo gogoshen rom garet gamokhvelo Cherts patashim tvare savo gogo